საღამოშილების ამეგობრებო, ხომ კარგად ხართ? მოკლედ, ერთი სიტყვით მინდა დღეს ვისაუბრო ერთ რაღაცაზე რა. ჩემი მსმენელიდან 3 წლის წინ რა ვითარება იყო და დღეს რა ვითარება არის. ამასთანავე მინდა გამოგკითხოთ და ძალიან გამეხარება თუ მიიღებთ მონაწილეობას იმ საკითხში. თქვენი აზრი პირველად როცა ვნახეთ ინტერნეტ სივრცეში და თქვენი აზრი ახლა როცა გამიცანით შეიცვალა თუ არა. ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი დიდი ხნის მსმენელი გავიცანი ამ ბოლო დღეებში და მისგან ძალიან საინტერესო ფიდბექი მივიღებ. ფიდბექი იყო ასეთი, რომ არა პირველი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მკვეთრად გამოთქვა ის, რაც დაინახა. თამარ, შენ სულ სხვანაირი ხარ. ლაივში სულ სხვანაირი ხარ. ვიდეოში სულ სხვანაირი ხარ, ეხლა რო გიყურებ, სულ სხვა ადამიანი ხარ. აი ესეთი ფრაზები მეგობრებო ხშირად გამიგია ჩემი მსმენელისგან და განსაკუთრებით თვალებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ თვალები არ გიჩანს ვიდეოში. და ადამიანს ლაივში რომ არ ყავდე ნანახი, ვერ გაიგებს შენ ვინ ხარ. ესეთი სიტყვები ძალიან ბევრს უთქვავს, რომ შენ თუ არ გნახა ადამიანმა, ვერ გაიგებს ვინ ხარ, ვიდეოებში სულ სხვა ხარ. აი ესეთი რაღაც უთქვავთ ადამიანებს ჩემთვის ძალიან ხშირად. და სხვათა შორის მე პირველ რიგში რაც მაკვირვებს ხოლმე მათი მართლაც აი დაშოკილი სახეები, რომ აი სულ სხვა ადამიანს ხედავენ იმ ენერგეტიკას, რაც მე თან დამყვება და ამას ძალიან ბევრი გრძნობს, როდესაც ის ლაივში ვნახავს ხოლმე. აქედან გამომდინარე მე მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ახლა არც გაგიბრაზდებით და არც გამიკვირდება, რომ 3 წლის წინ, როდესაც თქვენ ვნახეთ ეთერულ სივრცეში, უფრო სწორედ ეთერულ სივრცეში. აი, ნახეთ როგორ წამომცა. ინტერნეტ სივრცეში მას მერე თუ შეგეცვალათ აზრი ჩემზე, გასაგებია, რომ შესაძლებელია პირველად გაგეკიცხეთ, რაღაც გეთქვათ, რომ ეს გოგო ვერ არის, ამ გოგოს რაღაც სხვა ინტერესები აქვს. იცით, როგორ ძალიან მაინტერესებს, იცით თქვენი აზრები, რომ ამ 3 წლის განმავლობაში რა მოხდა თქვენში, მოხდა თუ არა ტრანსფორმაცია შემდამი დამოკიდებულებაში, ჩემს მიმართ დამოკიდებულებაში თქვენს მიერ, შეიცვალა თუ არა რამე. აი მაგალითად შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ, იცი რა მთავარ, თავიდან რომ გნახევ, ვფიქრობდი რომ ხარ ალქაჯი, ვთქვათ, ხო, ალქაჯი, ჯადოქარი და აი ახლა მე რომ გაგიცანი, ვფიქრობ რომ ახლა სხვანაირად ვფიქრობ მაგალითად. ან თავიდან რომ გაგიცანი ძალიან საყვარელი იყავი, ახლა კიდევ ვფიქრობ რომ ალქაჯად გადაიქეცი, ხო? შეტრიალებული ვარიანტი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მეგობრებო. ყველა ის წინასწარმეტყველება, რაც მე საერთოდ გაგანდეთ. წინასწარმეტყველება უფრო არა, რამდენადაც გაფრთხილება იყო ეს ყველაფერი, რაც მოდიოდა ასტრალური სივრციდან და რასაც გაწვდით, ყველაფერი ახდა, მეგობრებო. და მინდა გითხრათ, რომ ნუ გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ, რომ ახლა დაიწყო დასასრულის დასაწყისისთვის. აი ნახეთ, როგორ ავხსნათ დასასრულის დასაწყისი ახალი ცხოვრებისთვის. ეს ყოველთვის არის სასიკეთო, თუ არ დაიშალა რამე ძველი, არასდროს დაიწყება ახალი. ახალის დაწყება კიდე 2000 წელია უკვე ველით ჩვენ ქრისტიანები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ენოქის სიტყვის თანახმადაც მოვიდეს მართალი კაცი და ის
მისი ხალხი დამკვიდრდეს ამ დედამიწაზე და მათ მიეცეთ სადავეები ხელში ამ დედამიწაზე არსებობის. ახლა კი მე თქვენს კომენტარებს დაველოდები, მეგობრებო რა. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემს მიმართებაში. რა იყო 3 წლის წინ, რა შეიცვალა ახლა. შეიძლება 3 წლის წინ არც გინახივართ და სულ რაღაც რამდენიმე თვე არაც გამიცანით და ძალიან მაინტერესებს, რომ აი რას ფიქრობთ ადრე და რას ფიქრობთ ახლა. მე მანამდე წავიკითხავ და კითხვებსაც გავცემ პასუხს. აი მაგალითად ერთ-ერთი სიდონის წევრის თანახმად, როდესაც ის გააფრთხილეს, რომ როდესაც ამოიფრქვა ვულკანი, ამოიფრქვა გუშინ 29-ში, ხო? უბრალოდ გუშინ თუ გუშინ წინ 29-ში ამოიფრქვა ვულკანი. და ამ ადამიანს ეუბნებოდნენ ჩვენებაში, რომ ესე იგი ივლისის ბოლოს არ უნდა აფეთქდეს, დიდი აფეთქება არ უნდა მოხდეს. თუ დიდი აფეთქება მოხდა და ვულკანის ამოფრქვევა დიდი აფეთქება, მეგობრებო, და ეს დამთხევა არ არის, მაშინ უკვე დასასრულია ყველაფრის და უკვე იწყება, უკვე ყველაფერი დანახშირდება. იცით რა არის დანახშირება? ლელა მელაშვილი წერს, თავიდანვე მომწონს და დიდი ინტერესით გისმენთ. მადლობა ლელა. ხო, ანუ დანახშირება არის ის, რომ აბსოლუტურად დედამიწაზე სიცოცხლე უკვე სრულდება. ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ გადაირჩევიან 154,000 რჩეული, რომელსაც ალბათ მე ვფიქრობ, რომ ხომალდით აიტაცებენ იქ, სადაც ქრისტე წაიყვანეს, როგორც ქრისტე აიტაცეს. ანუ ეს 154,000 რჩეული ამ ხომალდში მოხდება, ან რამდენიმე ხომალდში მოხდება. დედამიწა უკვე ასრულებს სიცოცხლეს. როგორც ჩანს, ამ ხილვის მიხედვით დედამიწა სიცოცხლეს ასრულებს. და არ მოინდომა კაცობრიობამ გამოსწორება აქედან გამომდინარე ის წინასწარმეტყველება ახდა, რომელიც წინასწარმეტყველებაშიც წერია, რომ იესო ქრისტე ცეცხლით და מחვილით მოდის ბოლოს. და ენოქის წიგნის თანახმად წერია, რომ ის მარტორქიანი ცხვარი, ერთრქიანი ცხვარი შეებრძოლება ყველა იმ უსამართლოდ ძალაუფლებაში მოსულ პირს, რომელიც წესით ხალხზე უნდა ზრუნავდეს და თავის მუცელზე ზრუნავს, და შემდეგ მისი პირიდან, აი ამ მარტო ერთრქიანი ცხვარის პირიდან გამოვა ცეცხლი, რომელიც პრინციპში ამათ დაწყობს. ხო და ასეც მოხდა, მეგობრებო. წყევლა არის ცეცხლი, იცოდეთ რა, ეს არის ენერგია, ცეცხლის ენერგია. და როდესაც ცეცხლის ენერგია გამოდის რჩეულის პირიდან, არ არსებობს, რომ მას წყალი გაუვიდეს, როგორც ქრისტემ თქვა. არ არსებობს, მთანი ყველაფერი გადავა, მაგრამ ჩემი სიტყვა არ გადავა. აი ეს თქვა ქრისტე. ყველაფერი გადავა, მაგრამ ჩემი სიტყვა არ გადავაო და ასეც მოხდა. მე დიდი ხანი არაა თქვენი ვიდეოების ნახვა დავიწყე, ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებ თქვენგან და ასევე კიდევ სხვა ადამიანებისგან, ვინც მსგავს ინფორმაციას გვაწვდის. ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი რამ
მაიკო ტყებუჩავა წერს. ძალიან ბევრი რამ არ გვცოდნია ადამიანებს, მშვიდობა ყოფილიყოს ყველგან. მადლობა მაიკო. კი, მშვიდობა აცი უკვე ვეღარ იქნება მაიკო, მაგრამ იქნება უკვე 154,000 რჩეულის გადარჩევა. ვიღაცებმა დაწერეს, რომ როდის უკვე მოინათლნენო ებრაელი სტომისდანო და კი, რამდენის კიდე იმდენი მოინათლა ებრაელის სტომიდან. ელია და ენოქიც უკვე გამოჩნდნენ და ქადაგებენ. ელია ქრისტეს დროსვე როგორც წერია, ისე მოექცნენ ელიას, თავი მოკვეთეს, ეს იყო იოანე და ენოქი ახლა გამოჩნდა, მეგობრებო, ქართულ სივრცეში. როგორც გითხარით, უკვე ღმერთმა მომცა იმის ძალა, რომ მეთარგმნა ენოქი ქართულ ენაზე. შემდეგ გამოუშვა ლევან პეტრიაშვილმა წიგნი, მე მას მივეცი ეს ტექსტი სრულიად უსასყიდლოდ. წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზე, ახლა ცდილობენ რომ რაღაც რუსულიდან თარგმნონ ვითომ, თუმცა არის უკვე ორიგინალურიდან დილმანის ნათარგმნი და შემდეგ დილმანიდან ჩემი ნათარგმნი ქართულში. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ენოქი უკვე მოვიდა, უკვე ქადაგებს ძალიან ბევრი, უკვე მესამე ტირაჟი ამოიწურა ამ წიგნის და მეოთხე უნდა გამოიცეს ახლა. ანუ ესე იგი ხალხთან მივიდა ენოქი. ენოქმა დაიწყო ქადაგება. ენოქი არ წერს, რომ მე მეორედ მოვალო. ენოქი პირდაპირ წერს, რომ ჩემ ნაწერებს მივცემ იმ ხალხს, ვინც ჩემი არჩეული იქნება. აი ესე წერს ენოქი და ზუსტად ეგ მოხდა. ენოქი მეორედ აღარ მოვა, მეგობრებო, ცოცხლად ის აღარ მოგოლინება. ეგ არის სრული ტყუილი, რაც დაწერილი არის. არ ვიცი რა პროპაგანდა გაუკეთდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ზუსტად ვიცი, რომ იოანეს გამოცხადებაში წერია ასეთი რამ. მოვა ორი წინასწარმეტყველი, რომელიც ქრისტეს ნამდვილ სიტყვას იქადაგებს, მაგრამ იქ არ წერია რომელი წინასწარმეტყველი, სახელები იქ არ არის მითითებული. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ელოდა ენოქს, ენოქის წინასწარმეტყველება უკვე ახდა, რომელიც ამბობს, რომ ჩემს ნაწერებს ეს წიგნი დაიკარგება და შემდეგ როცა გამოჩნდება ჩემს ნაწერებს, ამ წერილებს ჩაუგდებ ჩემს შვილთ. და აქედან გამომდინარე, ჩვენი შვილები, რომლებიც ენოქის შვილები არიან, ისინი გაიგებენ ჩემს ნაწერებსო რა, ასე წერია და მაგოთახიდან ჩაწერე ლაივები ხოლმეო. ხო, ზამთარში უფრო ცივა ხოლმე და ვერ გამომდივარ და ზაფხულში აგერ ცხელა და კიმაცვია მოღებული კაბა. ხო. ხოია. კარგია ეს ოთახი, ძალიან სასიამოვნო ოთახია. ჩემი კაბინეტია. აბა ვისკინდათ მოხვიდეთ ჩემ კაბინეტთან. ისეთ კაბინეტთან კი არა, კაბინეტში. ხო და მეგობრებო, აქედან გამომდინარე, ხო, ვისკინდათ გამიცნოთ. კარგი კითხვაა, ხო? ვისაც გინდათ რომ გამიცნოთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად მომწეროთ წინასწარ, რომ აი მინდა სტუმრობა და ასევე შეგვიძლია ხვალ მაგალითად ჩვენ ვიკრიბებით წმინდა გიორგის ეკლესიაზე, იქ გავაკეთებთ საქმეებს. მოდი. გავაკეთებთ საქმეებს, ეკლესია აშენდება. ნახე როგორ ამბობს ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ დასასრულის დასაწყისია დაწყებული, ქრისტე ამბობს ესეთ რამეს გვაძლევს რჩევას, რომ ბოლო დღემდე ისე იცხოვრეთ, თითქოს იყოს ეს, თითქოს არ იცოდეთ, რომ არის მეორედ მოსვლა. აქედან გამომდინარე, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ქრისტემ დაგვიბარა. მიუხედავად იმისა, რომ აპოკალიფსი უკვე დაწყებული არის. ხო, მანამდე კი გელით ჩახვედი უკვე? ია. კარგია, როგორ იმგზავრეთ? ეხლა რომ ვულკანი ამოიფრქვა, ისევ აქეთ გამოიქეცით, ეხლა უცბად. ეხლა ვულკანი კი ამოიფრქვა, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია რა, დასაწყისია. აი, როგორ ზუსტად, აი, ისეთი ზუსტად დაასვა ღმერთმა ჩემი პირიდან ის წყევლა, რომ აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. ზუსტად სავსე მთვარეობას გამოუშვა ცეცხლი რა, ჩემი პირიდან და
იცით რა არის მეგობრებო, მე საერთოდ წყევლა არ მიყვარს, ვერ ვიტან ბავშვობიდან წყევლას. წყევლაში ვარ გაზრდილი და ვერ ვიტან წყევლას, ვერ ვიტან. მაგრამ გამოუშვა მაინც, ჩემი პირიდან გამოუშვა წყევლა მაინც, იმიტომ რომ ეს უნდა მომხდარიყო. აღარ არის, всё, დასრულდა. თქვენი აგეთ ფაცაცუნოვანა და ის და ეს და აი ესე დავიჯეროთ და იქ ის წინა ცეცხლის გადმოსვლა და იქით ვითომ ქრისტიანობანა და იქ ის ვითომ ის და ვითომ ეს და აღარ არის საჭირო რა და ეს უკვე ამოუვიდა ყელში. მამაზე ციერსაც რა, თქვენი ამდენი ფაციფუცობანა, რომ ვითომ ვერფხიზდები და ვითომ არ შეგიძლიათ ქრისტეს დაემსგავსო და ვითომ რაღაცა და ვითომ. და ვითომ იქ რაღაცას მიედებით და მოედებით და ფულს გამოიმუშავებით და ბანკის ვალები გაქვთ და ვითომ მაგიტომ მერე ის გამოჩნდება და მერე იქ რაღაცა გამოჩნდება და ქრისტეს ვერ ემსგავსებით. 2025 წელი გავიდა ხალხო უკვე. ანუ 154,000-ის გარდა ყველა მანანა ნუ ამბობ დავიღუპებითო, რატო თქვენ თავით მინეთვალე დაღუპულებს? იქნებ გადარჩეთ. 154,000-ი გადავრჩებით. ხოლოდ მეტი არა. აი მართლა, აი ზუსტად და ერთ-ერთი 154,000-ი გადარჩება. არც მეტი, არც ნაკლები. გადაირჩევიან 10,000-ნიდან 1 და შემდეგ იმ რჩეულთაგან კიდე იმ 100-დან 1 გადაირჩევა. წარმოგიდგენიათ რა გაცხრილვა მიდის? შენი აზრით როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი გამოიღვიძა თუ არა? აბა შეამოწმე თავი, ქრისტეს გავხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში? ქრისტესნაირი უბრალო ხარ? ქრისტესნაირად დამოუკიდებელი ხარ? ყველანაირი აბსოლუტური გარე სამყაროდან? მაგალითად, შეგიძლია რომ იცხოვრო ისე რომ არ იმუშაო, შეგიძლია რომ იცხოვრო ისე რომ თავი დაიხსნა ვალებისგან, შეგიძლია ნებისმიერი საკითხი, რომელიც ქრისტეს გაშორებს, ჩეულობას გაშორებს. შენ თუ უკვე ქრისტეს გავხარ შენი ცხოვრებით და ყოველდღიურობაში ქრისტეს აპრაქტიკებ, მაშინ შენ უკვე რჩეული ხარ. და ქრისტე როგორ ცხოვრობდა? ქრისტე არ ცხოვრობდა, რომ დღეს ხვალ სამუშაოზე უნდა წავიდე, ხვალ დილით უნდა ავდგე, ბავშვებს საჭმელი გაუკეთო, იქ ის მოვაგვარო, იქ ის შემოსავალზე ვიფიქრო, იქ ის გავარემონტო, იქ ის ეს ვქნა, იქ ის ეს იქ გადავდგა ხელისუფლება. ასეთ რაღაცებზე ქრისტე არ ფიქრობს ხალხო. ქრისტე ფიქრობს, როგორ დავეხმარო ხალხს. აბა ვის დავეხმარე დღეს? რამდენი ხალხი გავკურნე დღეს, უფასოდ, უსასყიდლოდ. აბა აკეთებთ მაგას? თუ ვერ აკეთებთ, ესე იგი არ ხართ რჩეული. ძალიან შორს ხართ რჩეულობისგან და რა ვიცი, ჯერ კიდევ გააქვთ კიდე ალბათ დრო, რომ რა 2 დღეს შეიძლება დაემსგავსო ქრისტეს. ყველაფერი მიყრა, აი, გაგიზიარეთ მათემ რა გააკეთა. მოტრიალდება ქრისტე დაუძახებს, მათე წამოდიო და სამსახურში დგას ეს მათე. დაყრის ყველაფერს და გაყვება. მებაჟია. ყოველ დღე ითვლის ფულებს. გესმის? დაყრის და ყველაფერს მიატოვებს. ტიპი არის როგორიც დამოკიდებული, აი სახლი ყველაფერი ისე უნდა იყოს მილაგებული ეს, აქ ის რა დიდრა სიმდიდრე აქ ის და ყველაფერი აქვს ტიპს რა ყველაფერი და სულიერება აკლია. დაინახავს სულიერებას და გაყვება, მიაგდებს ამის. აი ამ ყველაფერს მიაგდებს და გაყვება ქრისტეს. შეგიძლია ეგრე? ერთ წამში გადაწყვიტა ტიპმა. თუ შეგიძლია რჩეული ხარ. თუ ადამიანის სახე დავკარგეთ, ან სიცოცხლეს რა ფასი აქვს? ანუ შენ ადამიანის სახეს რას უწოდებ? ის რომ ხვალ დილით სამსახურში უნდა წახვიდე და ფული გამოიმუშაო და მერე წამოხვიდე სახში. ეგ არა ადამიანურია რომ იცოდეთ რა. ეგ გაშორებთ ადამიანობას. თმები შევიღებოთ და იქ მაკიაჟი გავიკეთო და უი ეს პრიშიკი არ გამომიჩნდეს და ის არ გამომიჩნდეს და რაღაცა და ისე და ესა და რაღაცეები რა და ამ დროს გაგივიდა ცხოვრება, წავიდა დრო, და ამაზეა ნათქვამი რომ არ მოუნდებათო ბოლო ჟამსო ქრისტეს მიღება არც მოუნდებათო. აი ამ ჯოჯოხეთში დარჩენა მოუნდებათო. აი შენ რასაც ამბობ ახლა. თუ ადამიანობა დავკარგეთ, სიცოცხლეს რა ფასი აქვს, ამბობ. ადამიანობაში რა გესმის, იცი? აი ეს სისტემა რაც დაგიდეს წინ, ეს გესმის ადამიანობაში, რაშიც მიგაჩვიეს.
შენ ადამიანობაში არ გესმის ის, რომ ეს ყველაფერი და მიაგდო და დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება, ის სულ სხვა ცხოვრება რა, ძალიან მაგარი ცხოვრება. ძალიან მაგარი ცხოვრება რო იცოდე რა. მაგრამ შენ თუ პარფიუმი არ დაისხიზედ, შენ ადამიანობას დაშორებული ხარ გონია. იმდენად მიგაჩვიეს აი ამ არა ადამიანობას, გესმის? თუ შენი სუნი არ დამალე, შენი სურნელი არ დამალე რაღაცა სხვა მოგონილი სურნელებით. შენი თმის ფერი არ დამალე სხვა მოგონილი ფერებით. დილით სამსახურში არ წახვედი, რომ საღამოს იყიდო შხამიანი საჭმელი. არა ქრისტეს გულისხმობა. ხო, არის ახლა ადამიანებს ესმით თინათინ, რომ რა აზრი აქვს ესეთ ცხოვრებას. ვიღაცა საპატრიარქოს ფსიქოლოგი მეუბნება, რა დროს ქრისტეს მოსვლა და აპოკალიფსიაო, კაცო, მე ჯერ ცხოვრება მინდაო, გესმის? ტიპს გონია, რომ ეს არის ცხოვრება რა. აი ეს ეხლა რა ჭაობშიც ვართ, საზოგადოება, რომ იქ ალთას ომია და ბალთას ცეკვავენ. ალთას ბავშვებს კლავენ და ბალთას იმას ზეიმობენ, ევროვიზიას თუ რა ვიცი, ჯანდაბას. აი ეს გონია ადამიანს ცხოვრება, გესმის? ეს გონია და ხო და რო გონია და რეალობა სხვა რამეა რა. აი მაგალითად ვისაც შვილები ყავს და არანაირ შემოსავალი როგორ უნდა მოიქცეს, რა ჭამოს ბავშვებს, ხომ ვერ მიატოვებს. რა უნდა ქნას ეგეთმა დედამ. ნატალი რა არის, იცი, აი სახარებას არ კითხულობთ. ქრისტე რას ამბობს, იცი? შენ რატო ზრუნავო ეს ყოველდღიურ რაღაცეებზეო რა? თუ კი ღმერთიო, ჩიტებზე ზრუნავსო, შენ რა გონია ადამიანზე არ იზრუნებსო? მაგრამ შენ არ გაქვს ნდობა. ადამიანებს არ აქვთ ნდობა. წყალში გადახტნენ თავიანთ ბავშვებიანა. რატო იცი? გონიათ რომ არა ეს ილუზიაა, რასაც ქრისტე ამბობს. ილუზია არ არის. ჩემს წყალზე ვარ გამოცდილი, რომ ცივ წყალში გადავხტი კი არა, აი აბსოლუტურად ყინულში გადავხტი და გამომიშინა ღმერთმა გზა. იმიტომ რომ ღმერთის აი ამ სიტყვების მერე გადავხტი ამ ყინულში, გესმის? გაყინულ წყალში. მაგრამ იცი რა არის? შენ რწმენა გაკლია. შენ კი არა, აი ზოგადად ვიძახი რა, ადამიანს რწმენა აკლია, როდესაც ფიქრობს, რომ აი შვილებს რა ვაჭამა, მე იცი რა? ერთ დღესაც ადექი და თქვი, ქრისტე ხომ მეუბნება ამას. რომ ჩიტებზე თუ ზრუნავს ღმერთი, შენზე არ იზრუნებს და მით უმეტეს შენ შვილებზე არ იზრუნებს? ხო და მოდი აბა მივენდო ქრისტეს რა. ხო და მოდი მიენდე, კი არ გამოსცადო. გამოცდის მიზნით კი არ მიენდო, მაშინ არაფერი არ მოგივა ცხოვრებაში, არც საშველი და არაფერი. რწმენით მიენდე, გჯეროდეს რომ ქრისტე მართალია რა. მართალს ამბობს ქრისტე. თუ შენ ამას ირწმუნებ და დააგდებ ყველაფერს ქრისტეს გამო და იტყვი რომ მე სისტემას კი არ ვემონები, ქრისტეს ვუერთდები, აი ამ დროს უკვე შენ ისეთი გზები გამოგიჩნდება, რომ შენ ვერც კი წარმოგედგინა რა. მართლა გეუბნები. ჩემ ცხოვრებაში ესე მოხდა, ის გამოცდა უკვე გავლილი მაქვს და ვცდილობ რომ ბევრს გავაგებინო რა. რომ ერთი და იგივე სისტემაში არ იყოს ჩაჭერილი, აი ამ ფიქრებით, რომ დღეს ვალებია, ხვალ ის გამოჩნდება, ზეგის გამოჩნდება და სულ გაშორებს ქრისტეს, რა. აი მაგალითად ეხლა, მაგალითად კიდე რა აშორებს ადამიანებს დღეს ქრისტეს? თემუ, ჯერ არ ხარ თემუს არ გაქვს თემუს აპლიკაცია, მაშინ ჩამოწერე თემუს აპლიკაცია და გამოიწერე უფასოდ 0 ევროთ, 0 ლარად. და ეს ხალხი ესე დარობოტებული ჩამოწერს და 0 ლარად კი გამოიწერს პირველ და მერე всё ჩაჯდა ზედ და დააჭ. აი ხლა ეს კაბა მეგობრებო, დღეს ჩემი მეუღლე მეკითხება რა. გაფიცებო რამდენი წელია ეს კაბა გაქო რა. გერმანიაში რო წავედი 2004 წელს ოპერად. მაშინ ვიყიდე ეს კაბა, დღესაც მათშია ხალხო. და ერთხელაც ჩემმა ძმამ ესეთი რაღაც მითხრა, ბერია ჩემი ძმა რა.
კოკა-კოლას არ სწავთო? არა მეთქი. არ წვენებსო? რა მოგიტანოთო რა სტუმრად მოდიოდა? არა მეთქი, არაფერს არ ვსვამ. წყალს ვსვამ ჩვენ მეთქი მარტო. რა ასკეტურად ცხოვრობთო? ბერი მეკითხება. 5 თავიან ოჯახს. წვენები მოგიტანოთ? ის მოგიტან, აი ბავშვებს რა უნდა ტკბილი? არა მეთქი, არ გინდა, არაფერი არ გინდა. არც წვენებს ვასმევ ბავშვებს, არც კამფეტებს ვაჭმევ. ისიც ვცდილობ რომ არ ვაჭამო იქ რა ვიცი რამდენი ადამიანი მოვა და მოიტანს მაინც ეჭმევათ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ აი ეს წვენები, ეს ისენი ასკეტურად ცხოვრება შეგიძლიათ. ისევ ის მეუბნება საპატრიარქოს ფსიქოლოგი რომ კარგიო ეხლა მაგასო შენო ასკეტიზმში იცი რა არისო ასკეტიზმიო? ნუ აურე ყველაფერსო რა. ასკეტიზმი არის ხალხო, როდესაც შენ შემოგთავაზებენ კოკა-კოლასაც, ტორტსაც, ნამცხვარსაც, თემუსაც გამოიწერენ ნივთები, რაც შეიძლება მეტი ნაგავი რო დააგროვო სახლში და რაც შეიძლება მეტი ნაგავი წარმოიშვას, გამოიწერენ ისიც და დახამებული ხალხი იწერს და იწერს იაფათა რო გაუფასურდა ყველაფერი ვერ ხვდებით თემუს აპლიკაციიდან? ყველაფერი რო გაუფასურებულია ვერ ხვდებით და გასაღება რო უნდათ ამ ნაგვის? აბა 0 ევროთ ვინ მოგცემს? 0 ლარად ვინმე რამეს მოგცემს? არავინ არაფერს არ მოგცემს, უკვე აწყობილი აქვს თემუს ყველაფერი ისე რომ სულ არ სჭირდება შენი დაჭერა, მაგრამ უკვე ნაგვად არის გადაქცეული ეს წარმოება ხალხო. ყველაფერი არის გაუფასურებული. თქვენ გონი არ იციან ამათმა? ხო და რაც გეუბნებოდით რა, აი მე სულ არ მჭირდება თემუდან რამეების გამოწერა და საერთოდ თემუ არ დამანახოთ ცხოვრებაში, საერთოდ არც აპლიკაცია და არც მაგის არსებობის გაგების შესახებ მინდა რა და მსგავსი აპლიკაციების შესახებ რა. არა, დღეს გაყიდვების მენეჯერი რო ხარ ძალიან მაგარია. ნაგავს რო წარმოქმნი კარგია, ადამიანებს რო ატყუებ კარგია, ადამიანებს რო იყენებ კარგია, ადამიანებს რო როგორ გითხრა, რაღაცას ასწავლი თითქოს და ფულს იღებ, კარგია. ყველაფერი კარგია, რაც ცუდი იყო ადრე. და ყველაფერი ცუდია და დებილობაა, რაც კარგი იყო ადრე. სამყაროს ამოტრიალება სხვა კი არაფერია. თუ გამოგიტრიალეს გონება, შენ გონი ახლა დედამიწის ღერძის გადახრა არ ხდება, ახლა ეს ამბები რო დაიწყო, მთელი ეს კატასტროფები, დედამიწის ღერძი იხრება უკვე ხალხო. გადახრილია უკვე. 2 გრადუსით გადახრილია უკვე. ისა გრადუსი რა არის გრადით. ხო, გრადი ქვია ქართულად. 2 გრადი ქვია ხო ქართულად. გადახრილია. და ეს იცით რაც გამოიწვევს? დედამიწა როგორც გადაიშალა იქით, აი რომ მთელი თავზე რომ დაემხოთ იმ რა ვქვით რომ სოდომ გომორას ყველაფერი, ეხლა გადმოიხრება აქეთ. ეხლა სოდომ გომორა ხო გაგვიმართეს აქეთ. ეხლა გადმოიხრება და დაემსხვრებათ ყველაფერი თავზე აი ამ სოდომ გომორისტებს რა. ხო და ასე იკატავებს დედამიწა, ხან გადაიხრება, ხან გადმოიხრება. დაგლი დუგლი, ხო. ჩვენ კიდე ასე ვიქნებით რა. წყალზე გადადით თუ მაგარი ხარ. წყალზე გადადი თუ მაგარი ხარ. შენ გადი წყალზე თუ გინდა შვილი, არ გთხოვს ქრისტე რომ წყალზე გაიარეო. ქრისტე რასაც გთხოვს ისნო შეასრულო და გითხრა სადმე გაფრინდიო ან წყალზე გაიარეო ან გადმოხდი კლდიდანო? არა ხო? ხო და რატო უნდა გაიარო? ღმერთი უნდა გამოსცადო? აი, კაი რა. მართლაც იმდენჯერ ამიყვანა ხელში ღმერთმა და გზა გამომიჩინა, მადლობა უფალს. ამინ, ამინით იესო ქრისტე. ველოდები თქვენს კომენტარებს, მეგობრებო, პაპა, ადრე როგორ მიცნობდით და ეხლა როგორ მიყურებთ. გვიანეა უკვე სამწუხაროდ ახლა ვირტყავთ თავში ხელი. არც ეგ გვიშველის თავში ხელის რწყმა თორე კი. საზოგადოება ხომ ამ სისტემის გამო ამ დღეში ხომ უნდა მაგას გათავისუფლება. უნდა, გათავისუფლება უნდა.
მამა გაბრიელი რო ამბობდა თამარ სოფელი მოამზადეთო, ეს დროც წავიდა. კი, ეს დროც წავიდა. მეხუთე განზომილებაში რო გადადის სამყარო, ეს ყველაფერი ამას ნიშნავს, ხო? მოდი ესე ვთქვათ რა, მეხუთე განზომილებაში როდესაც გადადის სამყარო, იქ უკვე ეს ენა იმართება. როდესაც ენა იმართება, როგორც ენა დამახინჯდა და გადახარა ღერძი დედამიწის, ენა რომ გაიმართება, დედამიწის ღერძი ისევ გადმოიხრება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ამენით ვიწყებთ საუბარს, ლაზარის ენა აღდგენას იწყებს, მით უფრო დედამიწა თავის წერტილს უბრუნდება, თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება და ცაზე უფრო მეტად გამოჩნდება სინათლე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეხუთე განზომილებაში გადასვლა ნიშნავს ცნობიერების ამაღლებას, ესე იგი ლაზარის გაღვიძებას, ამენით საუბარს. ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი ვსაუბრობთ უკვე ამენით. და როდესაც ამენის გამართვა ხდება, თავისთავად ძვრები ხდება სამყაროში, იმიტომ რომ პირველად იყო სიტყვა და ვისაც სიტყვის ძალა არ ესმის, გააგებინებს მამაზე ციერი. ანუ არ საერთოდ ვერ გაიგებს და ისე გაიყვანა გაქრება ის სული რა. ხო და შეგვეძლო ეს ყველაფერი სხვანაირად გვექნა მეგობრებო რა. მე როდესაც ესე იგი 3 წლის წინ, ხო, 3 წლის წინ აღდგომა დღეს ზუსტად 3 წლის წინ აღდგომა დღეს ილია მეორეს ვესტუმრე 2 პატიოსანი ქვით, მე არ ვიყავი ჩემი ხუშტურით იქ მისული, მე მიმაგზავნეს ზეციურმა ძალებმა იქ. იმიტომ რომ გამოსაცდელად. და როდესაც ნახეს რა ვითარება დახვდა იქ ზეციურ ძალებს, ხო? უკვე ყველაფერი ნათელი იყო მათთვის. შემდეგ რამდენიმე ხანი მისცეს დრო, მაყვირეს, მთელი 1 წელი მაყვირეს, რომ ხალხი გამოფხიზლებულიყო. რა ძალა მედგა, ხო? საერთოდ ახლა მე გამიღებს ილია კარს თუ არ გამიღებს, ეგ საერთოდ არ მენაღლებოდა მართლა რა და საერთოდ არანაირი ამბიცია არ მქონდა, რომ ილიას ჩემთვის კარი გაეღო რა. მე მაყვირა მამაზე ციერმა. იმისათვის რომ ყველას გაეგო, 1 მილიონმა ადამიანმა გაიგო, 1 მილიონი ადამიანზე მეტი კი არ ვართ ქართველები დარჩენილი. არც ერთმა ხმა არ ამოიღო, აი ამ ვითარებაში, რომ აქ რა ხდება, იქნება გავიგოთ რა ხდება. რაღაცაზე, აი ხო რაღაცა უსამართლობას ხედავს, ღმერთი გეუბნება, უსამართლობას რო ხედავ, თუ არ ამოიღებ ხმას და ამხელ ამას, მე შენ მოკითხავ იმის ცოდვასაც რა. და აქაც გამოსადა მთელი ერი. არ არის ადვილი მეგობრებო, მე თვითონ გაკვირვებული ვიყავი, რომ 4 დღეში 700,000 ადამიანმა ქართველმა ნახა ეს ვიდეო. პატრიარქთან, პატრიარქი უკაცრავად, ილია მეორესთან სტუმრება. პატრიარქი არის ქრისტე ღმერთი. ილია რო იწებებს პატრიარქობას, ხო? იესო ქრისტე არის პატრიარქი, რო იცოდეთ რა. და როდესაც ღმერთმა აი აქაც გამოსცადა ყველა, სრულიად სამღვდელოებამ ხო გაიგო ეს ამბავი, სრულიად ერმა გაიგო და ეხლა ბავშვებს რა მოვკითხოთ და მოხუცებს, ხო, ისინი ვინც უძლურია, მაგრამ ვინც არ არის უძლური, იმასთან მიაწვდინა ეს ხმა. მე გაკვირვებული კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი მართლა გაკვირვებული ვიყავი, როგორ მოხდა ეს, რომ 700,000 ადამიანმა ნახა 4 დღეში ვიდეო, ხალხო. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ აქ იყო ჩარეული ზეციური ძალების მოქმედება. არც ერთს ხო ეს არ გჯეროდათ და უწმუნორი რომ ამაში ხართ ხომ გამოჩედა ყველგან. თქვენ მარტო გჯერათ იმ პროპაგანდის, რასაც გეუბნებიან და ტვინს გილაყებენ, ვითომ რომ წმინდა ცეცხლი გადმოდის სადღაცა მიწაზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისმა ებრაელებს მისცა ათხოვა
და იქ გადმოდის ცეცხლი, იქ დაიწყო ცეცხლმა გადმოსვლა. ამდენი ხანი არ გადმოსულა ცეცხლი თურმე ესე იგი 2000 წელი და მე დაიწყო ცეცხლმა ისევ გადმოდა წმინდა მიწაზე თანაც დებილების ხროვა. აი, გავანებოთ თავი. აქ ხომ გამოჩნდა რომ ურწმუნოზე ურწმუნონი ხართ და ძალიან დაბნელებულია მთელი საქართველო. საქართველო თუ დაბნელებულია, სოფლიო მით უმეტეს დაბნელებულია და აქაც გამოიცადა მთელი 3 წელი მოგცათ დრო რაღაცა გეკნათ. მთელი 3 წელი მალაპარაკა მამაზე ციერმა და მომცა იმის უნარი რომ ელაპარაკა ისე რომ პირდაპირ მემხილა ყველა სისტემა, ისე რომ ვერც დამიჭირეს. ვერც ციხეში ჩამსვეს, ვერც საგიჟეთში ჩამსვეს, ვერც გამაქრეს და ვერც მომკლეს და მადლობა უფალს ამისათვის და ესეც ვერ დაინახეთ, ხო? აი, როგორ საერთოდ არანაირი ამბიციით არ ლაპარაკობდი, იცი? ჩემი პირადი ამბიცია არ ყოფილა ის, რომ მე მელაპარაკა და თქვენამდე ხმა მომეწნინა. იმაში მაინც მიხვედრილიყავით, რომ რეკლამას არ ვიკეთებდი, ფულს მე არ ვითხოვდი, ამდენ შრომას ვწევდი და გასწავლიდით ბევრ რამ. ფეხზე დაიკიდეთ, ხო, ეს ყველაფერი, რომ აი ხო რა რაღაცა ვიღაცა არის. იცით რა, მეგობრებო? აი, მართლა ყელში კი არ ცხვირში ამოუვიდა ღმერთს. აი ამ ერთრქიანი ცხვრის ბღავილი და ბოლოს და ბოლოს იმენ ცეცხლი გამოუშვა ჩემი პირიდან რა და მადლობა უფალს დამასვენა რა. დედასპიცა ვარ ერთი წამით მაინც თუ მეშინოდეს რაც ხდება ახლა დღეს რა. მიხარია, იმიტომ რომ ეს არ იყო ცხოვრება, ეს სადაც ცხოვრობდით ჩვენ. დაიმხოს და დაიქცეს ყველაფერი ქვაზე არ დარჩებაო როგორც ქრისტე თქვა ისე მოხდეს ამინ ამენით. ქრისტეს სიტყვები რომელიც 2025 წლის წინ თქვა თუ როცა იყო მაშინ მოსული ახდეს უფალო გევედრები ისმინე ეს ჩემი სიტყვები რა. ამინ ამენით ნებითა შენითა უფალო რა. და არც ის გაიგეთ, უწმინდესი და უნეტარესი ის გადაგვაჩენს, გადაგარჩინოთ მინდით აბა მინდი გამოიყვანეთ და გადაგარჩინოთ ახლა. თავზე დაგემხობათ ყველაფერი რა. ყველაფერი თავზე დაემხობა მთლიანად სრულად დედამიწაზე, ვინც კი არასწორობას აკეთებდა რა. 154,000 რჩეული ხო გადაირჩა. ეხლა აი ამ რჩეულებს წაიყვანს იქ სადაც წასაყვანია და დანარჩენებს ხო დანახშირდებიან, გაწყდებიან. დანახშირება არის სრულად გაქრობა. მაგათი სულებიც ვეღარ გადარჩება, იცით თქვენ? იმიტომ რომ სულთან კავშირი არ აქვთ. ამიტომ ხო და მოკლედ ერთი სიტყვით რა, მე მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ დავიღალე. ამდენი ყვირილით, აი და ღმერთს ვთხოვე რა, დავიღალე ღმერთო, მეთქი აღარ შემიძლია, აღარ მინდა რა. ეხლა შენ გააკეთე საქმე რა. პირდაპირ ესე ვთხოვე ღმერთს. და აი დამასვენა ღმერთმა. იქ მომწერს ვიღაცა რომ აი შენ ის ვიდეო რო გავაზია რომ მე ისე დამიწყებენ, არც ბრძოლა არ უნდა, ტრაკის განძრევა არ უნდა, ხელის განძრევა არ უნდა, არაფერი არ უნდა და ქრისტე უნდა მოვიდეს და გადაარჩინოს მე ეს ტიპები რა. იმის ეშინიათ, ამის ეშინიათ, ის გაკეთება არ უნდა, das გაკეთება არ უნდა, ის სიტყვა არ თქვა, ჩემი დამეგობრების ეშინია ხალხს. ხალხო, რა რჩეულობაზე გაქვს საუბარი? შენ ვერ იგებ მე რას ვლაპარაკობ. შენ რა რჩეულობაზე გაქვს საუბარი? იმიტომ კი არა რომ მე ვლაპარაკობ, მე ქრისტეს სიტყვებს ვლაპარაკობ, ხალხო და შენ ვერ იგებ ქრისტეს სიტყვებს. და შენ გინდა რომ ქრისტემ რჩეულად დაგაყენოს, როგორ დაგაყენოს რჩეულად, ვერ იგებ მის სიტყვებს. თამარ იქნებ შეიწყალოს შენიერი ვილოს მანანა 2014 წელი იყო, მე მგონი თუ არ ვცდები, თუ 13 წელი. ფოთოლეთის მონასტერზე ჩემი პირველი სურვილი, რაც ჩავთქვი იმ ფოთოლეთის მონასტერს, თავისი წესი აქვს, სადაც ჩაიფიქრო, იქ უნდა დადგე, მე იქ ძვლებს შეხედო, გავაკეთე და იცი რა ჩავიფიქრე? ჩავიფიქრე საქართველოს გადამარჩენინე მეთქი რა.
ღმერთს ვთხოვე. არ ვიცი რატო ვთხოვე, მაგრამ ვთხოვე. და საქართველოში ჩამომიყვანა ღმერთმა, გერმანიაში ვიყავი, 12 წელი გერმანიაში ვიყავი წასული და აქ ჩამომიყვანა ღმერთმა. აქ მავყოფა და მანახა, აი ნახე ვინ არიან ქართველები. აჰა, მივცემ კიდე 3 წელს. აჰა, მიდი იქ, სადაც პატრიარქია, ვთქვათ, პატრიარქად წოდებული ილია მეორეა. აჰა, შენი თვალით ნახე ვინ არის. ვინ არის და ვინ მართავს საქართველოს. აჰა, შენი თვალით ნახე ეს ერი, რას მოიმოქმედებს შემდეგ. ყველაფერი ჩემი თვალით მანახა და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ არაფერი არ არის აქ გადასარჩენი. საქართველო კი არა. საქართველო კი არა. ის 154,000 ჩეული, რომელიც ნათქვამია რომ უნდა გადარჩეს, ის გადავრჩებით მხოლოდ რა. რა საქართველო ხალხო? სად გაქვთ საქართველო? სად დაიცავით რომ საქართველო სადმე? მინდოდა საქართველოს გადარჩენა, მაგრამ თქვენ არ გინდოდათ. იმის არ იყოს აქ რომ მოვიდა ის კაცი სოდომ გომორული ფესტივალი რო ჩატარდა აქ. რომ გამოვედი და მარტო ვყვიროდი და ჩამოვიდა ზარების ვინც აკეთებს ის კაცი და იცი რა მაგარი სიტყვები მითხრა? არ უნდათო, არ უნდათო და რა ვქნაო? არ უნდათო. უნდათ რაც ხდება აქო, ის უნდათო და მოხდეს. არ გინდათ გადარჩენა, არ გდომებია, თქვენ რომ გადარჩენა გდომებოდეთ, ხო? ერთი კაცი მაინც დადგებოდა ჩემს გვერდით და იყვირებდა ჩემნაირად რა. სოციალური ქსელები ითვლება. მაგრამ 3-ჯერ განვაცხადე რომ ილია მეორის კართან მივდივარ. ერთადერთი ადამიანი მოვიდა მარტო ისიც მრავალშვილიანი დედა. ისიც იმის შვილებიც პატრიარქისგან არიან, ილია მეორისგან არიან მონათლულები, პატრიარქი ქრისტია. ერთადერთი ადამიანი მოვიდა მარტო და გვერდში დამიდგა. და დანარჩენები რას აკეთებდით? არც დედაჩემი, არც ჩემი ძმა, არც ჩემი და არავინ არ მოვიდა. რატომ? როგორ შევძელი და პატრიარქი როგორ ილია მეორე როგორ ვამხილე? თქვენ თამაში გეგონათ, ხო? და მორიგი ვიღაცა სულელი გოგო გეგონათ, გამოვიდა და დაიწყო ყვირილი და ვინ დააფინანსა ნეტა და ვინ დაავალა ნეტა? თამარ, ეს არის მეორე მოსვლა, რაც დღეს ხდებაო? ხელნაკეთი აქსესუარები, მეორეთ მოსვლა ეს კი არ არის, ჯერ სად ხართ? ეს დასაწყისია მეთქი გეუბნებით. თავზე დაგემხობა, თქვა-ქვაზე არ დარჩება, ხალხო. თქვენ იცით რას ნიშნავს თქვა-ქვაზე არ დარჩება? თქვა-ქვაზე არ დარჩება ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც აშენებულია, თავზე დაგემხობათ. დაინგრევა, არც ერთი ეკლესია არ დარჩება აშენებული, ამას ამბობს ქრისტე რა. არც ერთი. და შემდეგ ამბობს, რომ ჩემ სიტყვებს წყალი არ გაუვაო, გესმის? და თქვენ ახლა დადექით და გეშინოდეთ, რას გიშველით შიში? აი ესე გამოსცადა ხალხი და მე ვიდექი და დამკვირვებელი ვიყავი და უბრალოდ დამკვირვებელი და ვასრულებდი ღმერთის დავალებას, მეც არაფერს. ვერ ამოიცანით უბრალოდ რა. არ იცით, ქრისტეს არ იცნობთ და რანაირად უნდა ამოგეცნობთ. ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი, ვინ მარიაჟობს და ვინ თვითგანდიდებაშია. ეგ როგორ უნდა თვითგანდიდებაში რომელიც არის, იმას უწმინდეს და უნეტარეს უწოდებ. თვითგანდიდებაში ტიპი ზის, იმსახურებს მთელს ერს, ტრაქს აბანინებს ხალხს. დედას უხნავს საქართველოს და უწმინდესი და უნეტარესიო ხალხი მიარბენინებს ამ შვილებს და ანათლინებს ხალხო, თქვენ თვის მაყვირა ღმერთმა.
ბასიანზე წადი და იქ იბრძოლე. ლევან, შენ სატანა ყავს შემჯდარი და მე ვეცდები რომ არ გაგაღიზიანო, იმიტომ რომ ისედაც გაწუხებს ეგ და ვფიქრობ რომ შენგან განიდევნება ეგ სატანა. ხო და არ ავყვები ახლა უბრალოდ რა შენ მონაწერებს, იმიტომ რომ ის გაწერინებს. ხვდები? აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, თუ რჩეულებო, თუ ვინც ხართ რა. მე ერთადერთი რაც შემიძლია ხარ რომ გითხრათ ის არის რომ თუ კი შეგიძლიათ პირდაპირ მათესავით გაყევით ქრისტეს. დააგდეთ ყველაფერი და გაყევით რა. აი ნინევიეს ბოლო აი ნახე როგორ არის ის ამბობს ჯორჯაძე ამბობდა ამას რომ მხოლოდ ბოლოს ძალიან ხშირად იმეორებდა. ერთადერთ სასწაულს რასაც იხილავდო ეს არის ნინევიას სასწაულიო ხალხო და ნინევიას სასწაული რა არის იცით? აი მათესავით დაყაროთ ყველაფერი და ჩაიცვა ძიძები. თავზე ნაცარი დაიყარო და 40 დღე შიმშილოთ. შიმშილი კი არა იმარხულოთ. მარხვა რა არის, იცი? არაფერი არ გააკეთოთ საერთოდ ხალხო. არც სამსახურში წახვიდეთ, არც საჭმელი მოიმზადოთ, არც არ ვიცი სისტემიდან გამოხდეთ. ამოხდით სისტემიდან რა. თუ ამას შეძლებს ქართველი ერი ჯერ კიდევ შეიძლება 40 დღე აქვს დრო, 40 დღე. თუ 40 დღე შეძლებს აი ამას ნინევიას სასწაული მოახდინოს ქართველმა ერმა, მაშინ თუ არის ეს წინასწარმეტყველება, რომ ნინევიას სასწაული გადაარჩენს ამ ქვეყანას, ხო? მე მითხრა ღმერთმა, რომ შენ ვერ გადაარჩენო რა. კი, მთხოვეო, მაგრამ ვერ გადაარჩენო შენო. მითხრა უკვე. მარტო შენ ვერ გადაარჩენო. და ერთადერთი რაც გადაარჩენს არის ნინევიას სასწაული. ნინევიას სასწაული კიდე არის ის, როდესაც მაშინ მეფეს განუცხადა იონამ, რომ აი ესე და ესე დამავალა ღმერთმა და 40 დღე უნდა დაიყაროთ ნაცარი თავზე და იმარხულოთ და ამ ხალხმა მეფემ მოვიდა ვიღაცა გიჟი კაცი, ეუბნება რომ ვეშაპის პირიდან ამოვხტი და ეხლა მე გეუბნები ღმერთმა ხო შეიძლება იფიქროთ რომ ეს ვერ არის ცოტა თავის შუაზე რებს ბოდავს რა 40 დღე. მეფემ გამოაცხადა ხალხო რომ დავუჯეროთ ამ კაცო, დაუჯერეს ამ კაცს და 40 დღე სისტემიდან ამოვარდნენ მთლიანად. აბსოლუტურად ყველანაირი სისტემა გათიშეს. ახსარება ვისთან უნდა ითქვას რომ ცოდვები მოინანიო? ქრისტესთან, ვისთან? მედია ქრისტესთან. დადექი ეს 40 დღე და ქრისტეს ელაპარაკე, ახსარება მთელი შენი წარსული ამოყარე, რაც კი ცოდვები გაჩაგიდენია 40 დღის განმავლობაში დადექი და ილაპარაკე ქრისტეს, არ გჭირდება არც მოძღვარი და არავინ, მოძღვარი შენი ქრისტეა ხალხო. ჯორჯაძე იძახდა სულ მალე იქნება აღსასრულიო. კი, იძახდა და ესეც არის. ხედავთ რომ არის, ხო, არის. და მე კიდე ღმერთმა მანახა რომ ვერ გადაარჩენ შენ, ვერ გადაგარჩენინებ მარტო შენ საქართველოს. ვერა, იმიტომ რომ მარტო ერთი ადამიანიზე აღარ გამოვა, არ არის ეს დრო დასრულდა. ერთი ადამიანი ვეღარ გადაგარჩენ მხოლოდ. ეხლა თქვენ თითოეულ თქვენგანში უნდა გაიღვიძოს ქრისტემ. თუ არ გაიღვიძა ქრისტემ, უკვე რა ვიცი, მაშინ როგორც გინდათ ისე მოიქეცით რა. ქრისტეს გაღვიძება კიდე ზიარებაზე წასვლა კი არ არის. ქრისტეს ცხოვრობით ცხოვრება არის. ყოველდღიურად დადექი და ის ქრისტეს ყველაფერში მიბაძეთ ქრისტეს, როგორ ცხოვრობდა, როგორ იღვიძებდა. მერე რას აკეთებდა, რო გაიღვიძებდა. პირს დაიბანდა, ხელებს თუ ფეხებს თუ რას აკეთებდა. მერე რას გააკეთებდა, გარეთ გავიდოდა, თუ სამსახურში წავიდოდა, თუ ვის ელაპარაკებოდა. აი ეს შენ ნაბიჯ მიბაძე ქრისტესთან ყოველდღიურობაში. თუ შეძლებ, შენ შეიძლება კიდე გადაარჩინო ეს საქართველო, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ, ახლა რა ვქნათ? არ გამოდის და ძალა არ უნდათ. ვისაც არ უნდა, არ უნდა. მოინანიე ძმაო, რო უთხარი, რომელს უთხარი ეგ. მოინანიე ჩემო სულიერო ძმაო, მართლა გულით გისურვებ და ძალიან ცუდადაა საქმე ეს ადამიანი ჩვენთვის ამბობს, რასაც ამბობს. მანანა.
ბასიანზე წადი და იქ იბრძოლეო, ხო, ამას ეუბნები. ბასიანზე წასვლა რა თმინდა, აგერ სადაც არის იქ უნდა ვიბრძოლო ხმლით და აქ ვბრძოლობ როგორც ვბრძოლობ რა და რა ვიცი მე თუ გინდათ წყალზე გაიარეთ და იქ იბრძოლეთ და თუ გინდათ ცაში აფრინდით და იქ იბრძოლეთ, არ ვიცი მე მართლა მე ერთი ვიცი რა, ღმერთმა მანახა ყველაფერი. რაც თხოვნა მქონდა ღმერთთან მანახა ჯერ, რომ აი პირდაპირ მანახა, რატომ ვერ შემისრულა ეს სურვილი რა. რატომ ვერ შემისრულა სურვილი, რომ მე საქართველოს გადარჩენა რო ვთხოვე. აი მანახა და რა ვქნა, აი მართლა ვერაფერს ვერ დავაბრალებ ღმერთს, რომ არ შემისრულა სურვილი. ეს თქვენზე იყო დამოკიდებული და თქვენ კიდე არ გინდათ გადარჩენა და რა ვქნათ აბა ეხლა, აი რა ვქნა. დადექი და იყვირე რამდენიც გინდა ბასიანზე იბრძოლე, გინდა წყალზე გაიარე და გინდა ცაში აფრინდე. ამას მნიშვნელობა არ სასწაულებზე ნუ დააყრდნობთ რწმენასო და მე რო სასწაული მომეხდინა, თქვენ მაგას ეძებდით და არა, ქრისტეს კი არ უსმენთ. თქვენ გინდათ სასწაულების ხილვა და რა ვქნა ეხლა. აგერ ნინევიეს სასწაულს იხილავთ მხოლოდ. ეს კი ნაწილასწარმეტყველებია, რომ იხილავთ ნინევიეს სასწაულს და აი ეს ნინევია ვინ იქნება, აწი გამოჩნდება. ხვალ კიდე ვიმეორებ. ვიკრიბებით ასურეთში, წმინდა გიორგის ეკლესიაზე ასასვლელად, რომ გავაკეთოთ იქ რესტავრაცია დავიწყოთ. მართალია ამბობს ქრისტე, რომ ქვალქვაზე არ დარჩებაო, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ბოლო დღემდე ისე იცხოვრეთ, თითქოს არაფერი არ მომხდარაო. ასე რომ ჩემი ხალხი ესე გააკეთებს, ბოლო დღემდე ისე იცხოვრებს, თითქოს არაფერი არ ხდებაო რა, წარღვნას ხედავს, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას. ხო და ესე გავაკეთოთ ჩვენც რა. ოღონდ ცხოვრებას კი არა, სამსახურში წახვიდეთო, იბას კი არა. ჩემს მსახურებასო, ისა ქრისტეს არ უნდა მსახურება. ჩემნაირად ცხოვრებას გააგრძელებსო. თამარ უნდა ვიმარხულოთ თუ ვიშიმშილოთ. მაო. არც ერთი და არც მეორე. ხომ გითხარით? სისტემაში თუ ხარ ჩამჯდარი, აბსოლუტურად ამოვარდი სისტემიდან. გაეთიშე 40 დღე სისტემას. აი რა არის სისტემა? დენის ჩართვა, მობილურის გამოყენება, სამსახურში წასვლა, საჭმელს ახლა არ გიშლის ღმერთი. თუ გინდა საჭმელსაც ნუ შეჭამ. ნუ გააცხელებ საჭმელს რა, აი ნუ მოიმზადებ საჭმელს. თამარ მე ბათუმში ვარ და როგორ დაგეხმარებიო. სხვადასხვა ქუთაისიდან მოდის ერთი ბიჭი ხვალ. ხო. ანუ კიდე გეუბნებით რა. სისტემის გათიშვა არის მარხვაც და შიმშილიც. სისტემას გამოეთიშეთ. 40 დღის განმავლობაში სისტემას გამოეთიშეთ. თუ გინდა წინასწარ განაცხადეთ, რომ მე ვეთიშები სისტემას 40 დღით და აი სხვებმაც რომ გაიგონ და იმათმაც რომ ის იყოს რა, ერთად რომ მოხდეს ეს ამბავი. ცალ-ცალკე რო არ მოხდეს, რა ვიცი, სისტემიდან გაითიშეთ, всё. აი თუ გინდა მე ვიტყვი ახლა, ხვალ ვიკრიბებით და ხვალიდან გავითიშები სისტემიდან თუ გინდათ. საერთოდ აღარ გამომჩნდები 40 დღე. გაწყობთ? მაგას ქვია სისტემიდან გათიშვა. მოდი ესე გავაკეთოთ რა. ხვალიდან სისტემიდან გავითიშოთ. Facebook-ზე აღარ შემოვალ 40 დღე. მე სამსახურში ისედაც არ დავდივარ. ვალები გადახდა მე არ მიწევს, არ მაქვს და გათიშული ვარ. Facebook-ის გათიშვა ჩემი სისტემიდან გათიშვა. მე სისტემიდან ვერ გავეთიშები. მე ღმერთმა ყველაფერი მათქმევინა. ყველაფერი მათქმევინა, რაც უნდა მეთქვა თქვენთვის. და ვისაც სისტემიდან გათიშვა არ აწყობს, მაშინ ვერ გადავრჩებით ეს. აი მე გეტყვით რა.
ეხლა არ ვიცი სისტემიდან გათიშვა 40 დღე როდის არის, როდის უნდა დაიწყოს, ეგ მე ზუსტად არ ვიცი. თუ მომეცემა ნიშანი, მე ამას გეტყვით, მე არ ვიცი როდის მომეცემა ნიშანი, მაგრამ შეიძლება მომეცეს ნიშანი, შეიძლება არც მომეცეს ნიშანი. ამას ხო მე ვერ გეტყვით წინასწარ ღმერთს რა გეგმები აქვს, ხო? ასე რომ ნახოთ როგორ იქნება. ხო და ყოველ დღე რა იცი იქნება ერთი ადამიანის რომ მოიქცეს დიდი მადლია. მანანა შენ იცი მე საცხებელი დედების კი არა და იმ ქალწულების ზედზე რომ უნდა დახურონ და აწი ვეღარ მოგცემთო, ვეღარ გაგინაწილებთო, იცი ხო? აწი ესე უნდა მოვიქცეთ რა. ჩემი Facebook-ის დახურვა იქნება ზუსტად ეგ მომენტი, რომ მე ვეღარ გაგინაწილებთ იმ ზედს, რაც მომეცა. მეც მჭირდება იმისათვის, რომ იქამდე მივახციო ძალები, ეგრე არ არის, რომ მოგეცემა და მოგეცემა. იმდენი განსაცდელი, აი გუშინ მაგალითად ძალიან მაგარი რაღაც მოხდა რა. გუშინ მოხდა ესე განწმენდის ჩავიტარე და ეს რაც მქონდა წყალში დაგროვილი წყალი უნდა გადამესხა სადღაც. ხო და ჩემს მეუღლეს თხოვე რომ მოდი მეთქი ამატანინე თქო ეს წყალი იქით დავასხა თქო მინდორზე თქო რა და 1 წუთი არ დაგჭირდა ესე იგი ასვლას და ჩამოსვლას. აი ეს წყალი რომ მოვაქციე და გადავაქციე რაღაცა ვიგრძენი ძალა. მე ჩამოვედი და ეზოში ცეცხლი იყო წაკიდებული. ცეცხლი დაგხვდა ხალხო იმხელა ცეცხლი გიზგიზებდა. კიდევ კარგი ის ადგილი შემოფარგლულია, სადაც ის ცეცხლის ადგილია რა. არ ვიცი რანაირად გაჩნდა იქ ცეცხლი მე არ ვიცი. ესე უცბად 1 წუთში ამხელა ცეცხლი რო გაჩნდეს. ეს არ იყო დამთხევა, ეს იყო ნიშანი. რისი ნიშანი იყო იცით მეგობრებო? ჩემს წინააღმდეგ ძალიან დიდი ძალების მობილიზება ხორციელდება. მე ვერ მომიშორეს თავიდან, ვერც გამანადგურეს. ყველაფერი ეცადნენ, ყველაფერი სცადეს. გინდა მაგები დაიქირავეს, გინდა ჯადოქრები, გინდა მუქარები. რჩეულებს ვერ მოიშორებენ. და აი როდესაც განწმენდის ის გავაკეთე რიტუალი, ხო? და გამწმინდა ეს ჩემი ენერგია, რომელიც ვგრძნობდი, რომ რაღაცა ვერ არის რიგზე, რაღაცა მოხდა კიდე, რაღაცა გააკეთეს, აი ამხელა ცეცხლი დამხვდა აალებული ეზოში. ჩემი მეუღლე პირდაღებული იყო. ეს რანაირად მოხდაო, მე ესეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავსო რა. მართლა აი არ ვიცი. და ისე რო იცოდეთ, მე ბევრ რამეს ბრმად ვაკეთებ. ღმერთი მაკეთებინებს ბრმად, მე ვერ ვხედავ ვერაფერს. მე ვერ ვხედავ სულებს, მე ვერ ვხედავ ჯოჯოებს თუ რა ვიცი 1000 რაღაცას ხედავენ და ყვებიან ზღაპრებს, მაგრამ მე ზღაპრად მეჩვენება ხალხო. მე ვერ ვხედავ ეგეთ რაღაცეებს. მაგრამ მე ინტუიციურად ვაკეთებ რაღაცეებს. მე ინტუიციურად ვსაუბრობ. ზოგჯერ ყოფილა რომ როცა მისაუბრია თქვენთან ბოდიშით, აი დავამტკიცე. როცა მისაუბრია თქვენთან, ისეთი რაღაცები მისაუბრია, რომ მე თვითონაც არ ვიცი საიდან მოდის ეს. და მე თვითონ მიყურებია ჩემი ვიდეოსთვის და მithქვავს, რომ აი საიდან მოვიტანე, საიდან ვიცოდი. მაგრამ ვიცოდი, იმიტომ რომ მიმღები ვარ. გესმის, როცა მიმღები ხარ და სუფთა ხარ, შენში შემოდის წმინდა ინფორმაცია და გადის წმინდად. გამოდის წმინდად და რა არის იცით მეგობრებო, რატომ მოყვევი ახლა ეს? მე ვგრძნობ რომ საქართველოს შეიძლება გადარჩეს. მაგრამ მარტო მე ვერ გადავარჩენ საქართველოს. ეს მითხრა ღმერთმა რომ შენ ვერ გადაარჩენ მარტო საქართველოს. თუ ხალხს არ უნდა, შენ ვერ გადაარჩენ. მარტო შენ გადარჩები და რა, აი ჩემი ოჯახი აგაც ვართ გადარჩენილები.
ამ ჯვარზე კიდე რომ მეკითხებით რა, არ უყურებთ ჩემს ლაივებს. ჯვარზე 10,000 ჯერ თქვი. ჯვარი კი არ დავიკიდე. აი, არსებობს ესეთი ქართული გამოთქვა. ეს რაღაცა ფეხზე მკიდია. აი, ერთ ადგილზე მკიდია, იმაზე მკიდია, ყელზე მკიდია. ჯვარი არ უნდა დაიკიდო ხალხო. ჯვარი შენ თვითონ უნდა გახდე. და მე გავხდი ჯვარი. ჯვარი გავხდი. შიგნით შევიყვანე ჯვარი. თვითონ უკვე მითხრა ღმერთმა რომ შენ არ გინდა ყელზე დაკიდება ჯვრის. შენ თვითონ ხარ ჯვარი. აი ესე მითხრა ღმერთმა. შინაგანმა ხმამ. ამიტომ მე ჯვარს არ მკიდია ჯვარი რა. მე თვითონ ვარ ჯვარი. ხვდებით რას გეუბნებით? ყველას მკიდიათ ჯვარი. მე არ მკიდია. მე ვატარებ ამ ჯვარს. თქვენ მკიდიათ. ეხლა მიხვდით რას გითხარით? გესმის? ვისაც ჯვარი მკიდიათ, ვერავინ ვერ გადარჩებით. და ვინც ჯვარს ატარებთ, აი, ატარებთ, ხრებით. კისრით კი არა, ყელზე კი არ კიდიათ. ატარეთ, ხრებით ჯვარი, გესმის? აი აქ დაიდეთ თქვენი ჯვარი, ატარეთ, თქვენი მისიაა თქვენი ჯვარი. ეს რა არის აქ რო კიდიათ? და ზოგიერთს კიდე ჯვარზე გაკრული ქრისტე კიდია. ქრისტე აღდგა ხალხო, გაიგეთ ეს, რომ აღდგა ქრისტე. და თუ არ აღადგენთ ქრისტეს, გეკიდებათ ეგრე ერთ ადგილზე არა, მაგრამ ყელზე გეკიდებათ და შეატრიალე, აბა. ყელი და იგივე ასოებით დაწერე სხვა. ხო? გამოდის ეგრე, რომ ყლეზე დაგაკიდებინეს რა. ბოდიში და ეგრეა რა. უნდა გითხრათ, რომ ვერ ხვდებით ხოლმე რა. წავედი რა ეხლა რა. გახდით ჯვრები თვითონ. ქრისტეს არ ეკიდა ჯვარი. ქრისტემ ზურგით ატარა თავისი ჯვარი. თავისი ჯვარი იყო თავისი მისია. შენი მისია გაიგე რა არის და ატარე მხრებით ჯვარი. ქრისტეს ჯვარი ატარე. შენი მისია არის ქრისტეს დაემსგავსო. სხვა მისია ადამიანებს არ გააჩნიათ ამ დედამიწაზე. არანაირი სხვა მისია, არც ოჯახის შექმნა არ ევალებათ. არც სამსახურში წასვლა არ ევალებათ. არც გამოგონება არ ევალებათ და არც მარსზე გაფრენა არ ევალებათ. ევალებათ მხოლოდ ერთი რამ და ძალიან უბრალო, ამას არც ფული სჭირდება, არც ფინანსები, არც რესურსები, მხოლოდ გადაწყვეტილება. შენ თვითონ მიემსგავსე ქრისტეს, გახდი ქრისტე. ეს გევალება. თუ შენ ამას ვერ მოახერხებ და იტყვი, აი მე დღეს სამსახურში ვარ წასასვლელი, აი მე დღეს ის მაგ გასაკეთებელი, ეს მაგ, ეს მაგ, ვერ ატარებ, მაშინ გეკიდება ეგრე ეზე ჯვარი რა და ეგრე იქნები რა. ქართული არის ძალიან მაგარი ენა რა. პირდაპირ გეუბნება ყველაფერს. ეხლა წავედი მე მგონი ყველაფერი თქვი. და ალბათ ეს ნინევიეს სასწაულიც მალე დაიწყება. ჯერ კიდევ დარწმუნდეს საზოგადოება, კიდევ ბევრი კატასტროფები მოხდეს, დღე არ გავა რომ კატასტროფა არ მოხდეს და მერე რომ დარწმუნდება საზოგადოება, აი ეხლა ხო უკვე მე მგონი ეხლა უნდა დავიწყო თუ